ვაპირებთ რომ მივირთვათ 5000 კალორია, 5000 და შემდეგ ვეცადოთ ამ 5000 კალორიის დაწვას უკვე სხვა აქტივობებით. ამბის ფეხები ჩამორჩება ჩემი აზრით. გიგი სამუშაო გაქვს ძმა? აი ეს არის ჰალკ შიშაო, ეს ჩემი. მე ვარ დღეს ძალადობის ხერხული, ეს არის იყო ჩემი სურვილი. გასული მუზახრობის სული და კურსი მოიცავს ბლა. სამით მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. დღეს ვართ გიგოსთან ერთად ბაშჭაჭუკთან. ჩემპიონატიდან დიდი პერიოდი გავიდა და დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო. ვაპირებთ რომ მივირთვათ 5000 კალორია, 5000 და შემდეგ ვეცადოთ ამ 5000 კალორიის დაწვას უკვე სხვა აქტივობებით. საქართველოს გონი არ გადავიღია, უცხოეთში ძალიან აქტუალურია. ნუ 5000 კალორიის დაწვა ცოტა წარმოუდგენელი შეიძლება იყოს და არის კიდევაც, ამიტომაც ვეცდებით რომ 2500 გავინაწილოთ. ანუ ეხლა ჭამის ვიდეო გვექნება, შემდეგ კი გადავალთ დარბაზში და იმ ნაწილსაც ნახავთ ამ ვიდეოში. მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ, ცოტა ვიფიქრეთ ჩაიდან შეგვესვეს კალორიები. ვეწვიეთ ფლეშ შაურმას, რომელიც მდებარეობს დიმიტრი უზნაძის 66-ში. დღეს ხათაშორის პირველად ვაგემოვნებ აქ შაურმას, ბევრი აქეთ. შაურმა არ მიჭამია. ზადებიდან ლატვია შაურმა. მე გუში ხო, ყოველ შემთხვევაში ფლეშ შაურმა აქამდე არ გამისინჯავს. ბევრი დადებითი რეკომენდაცია მივიღეთ, აქედან გამომდინარე ვესტუმრეთ. გავიგებთ რაში არის მათი საიდუმლო კალორიები შევავსებთ და შემდეგ უკვე ამ კალორიების დაწვაზე გადავალთ. მოკლედ მე მგონი გადავიდეთ უკვე საქმეს. ესე იგი, აქ არის 10000 კალორია, რომელიც მე და გიგა უნდა გავინაწილოთ. მე მგონი უფრო მეტი. მეტი გონი ხო არ ვიცი. შეიძლება მეტი იყოს ყოლის соуსია, სხვა შაურმები არის, შაურმა ბოქსი. მე ვიტყვი ხა აქ რა არის გიგი. ვიტყვი აქ რა არის. ნუ ფლეშ შაურმა რახან არის ასოცირდება კომიქსებთან, ასე რომ აქ არის ლოკის შაურმა, რომელიც არის შებურული სულგუნით. ითვლება რომ ძალიან აქ არის ასევე ბეტმენის შაურმა, რომელიც არის შავლავაში, ყველის და ბარბეკიუ соуსი და არის კიდე აქ. მარველის შაურმა, ნივრის соуსით არის ფლეშ შაურმა. ეს არის ჰალკ შიშაო, ეს ჩემი. ყველაზე დიდი. ასევე არის ბოქსი, ეს გაშლილი შაურმის ვარიაცია არის და არის კიდე ყველის соуსი, ბურგერი. ხო, კიდე მეგო? ავირიო ძალიან. ყველაფერს გავიგებთ. ეტაპობრივად ვიყავთ და გზადაგზა გავიგებთ ყველაფერს. ეხლა კი მე მგონი ჯობია საქმეში. მაშინ ყოლის соуს ხალხი მე სამოვიდეთ, არა ეგრე ჯობს? კი. მე მიჭირავს ფლეში, გიგოს აქვს ლოკი. ლოკის შაურმა და რა თქმა უნდა უხავთ. ან გახვალასება არის რომ აქ არის ყოლის соуსი. აქ არის ეს საქმეა, შებოლილი. მე ყოლის соуსი თალკე მექნება. ისე გავსინჯავ. 8 თვე არ მიჭამია შაურმა. 8 თვე. სულ გიოროს ვარ ჩავწვე. აი ზომო გრომინდა წავა. მოგეწა. აუ აფსეთო შებური სულგუნი ვაფშე სხვა გემოსტადი. ხო? მაგარია. ეხლა მყავს ნახავ მაშინ. ვაიმე. აუ ძალიან კაია. ეს ყოლის соуსია? თუ მანდაც არ ეგივია? არა, ეს არის თუ არ ვწდები ჩედარი. გამძლე. აქ არის შებოლილი სულგუნი, ჩემთან.
გასიტყვი. ძალიან კაია. მოკლედ მე ვარ ძალიან ობიექტური ადამიანი. მე ვარ ძალიან გამოწვეული შაურმოლოგოგი. მე ძალიან მიყვარს შაურმა და პროსტა დიდი ხანი ამიწამია და ასე ვთქვი მოგანდობთ ამ შეფასებას. ჩემს ახლა ძალიან გემრიელია. რაც მომწონს არის სავსე არის ხორცით. соусები ძალიან გემრიელია. არ არის გადაზედმებული ბოსტნეული. მაგრამ საკმაოდ ფრეში არის. და ნუ შებურული სულგუნი ძალიან კარგი მიგდება. ეს არის ქათმის შაურმა, საფირმო თავად ეს ქათმის ამზადები ყველაფერს, ყველა შაურმას. და მე ამას ძალიან მივესალმები. იმიტომ ქათამი შესვლა გამოსაზრდოს. მე კიდე ეს ფრეში იმას ინარჩუნებს რა, სტილს და ой. ჩემთვის არის ცილა და ნუ ბევრად ჯანსაღია, ხო? ჩემს უდაოდ კარგია. მოკლედ გადავედით ბატონო გიგი ბოქსებზე. ჯეჯერობით როგორ გძრმთავს? აუ მე გადავ შიაგეში ვიქცე. მე ძალიან კარგი. ჩემი მეტაბოლიზმი ხანად მუშაობს შეჯიბრის მერე. ნუ ახლა შეჯიბს აბრალებს ეს მეტაბოლიზმზე რაღაცა. კარგი, ეს რისი соусია? ესით მოცა მაიონეზია? შეიძლება ნივრის соуსი იყოს. ნივრიანი გონი მაიონეზ соуსი არ ვიცი. კარგი. გემრიელი არის. გიგის დაბინდული აქვს. გონება. მე საუბრობ. დიდად აზრი არ უკითხოთ, მოდი უბრალოდ ჭამა განაგზეთ, მე ვისაუბრებ. დიახ. ყველა გაშებას მეფიცია. კარგად შემწვარი აფრი. მარილიანობა ნორმალური. მე ძალიან მყავს გაშლილი შაურმა, რავი. ხანდახან წარს მიჩვენე და რომ სხვა ჩვენს მე პირველად ჭამ. მე გირი რომ აქნა ჭამი გაშლილი. მანგაია. ძალიან კარგია. მე მგონი ვივსები უკვე. რამდენი კალორიაზე ვარ მე? 2000-მდე ავედით, ვითომ? ამხელა. ეს არის მეგობრებო ჰალკი. მე მგონი დიდ ახსნა განმარტებას არ საჭიროებს რატომ არის ჰალკი. ჩემსავით დიდია. ბატონო გიგი, თქვენ რა გაქვთ რეზერვში? მე თავზე საფირმო კიტრებთ მე როცა მიირთმევთ. შევატა. ძირი. ერთი წარია, ერთი ცხარი, ეს არის ჯავი პროსტა. ეს არის საფირმო მაშინ. და ეხლა ცადია ეს? შეგიკიტრი იყო თორე? ჯავი. მე დიეტაზე ვარ და პოსტლეული. მოკლედ მე მეორნაირად ბეტმენს მეძახიან, ასე რომ ბეტმენი მე შემხვდა. ეს არის იყო ბარბეკიუ соуსი და ყველის соуსი, ხო? ეგ არის. და ნუ შესაბამისად შავი ფერი აქვს. ესე გავსინჯავ. ეს ბაჟბატონი აჯერ კიდე აქ ჭამს. გამხელა, ვაიმე. ყველაფერი კარგად იქნება. მეგრე ყველის соуსი. მოიგონეს 5000 კალორიის ჩელენჯი თუ რაღაცა. ძალიან მოად მე იშვიათად გამიშინჯავს ყველის соусით და რა ვიცი, ჩემი შაურმა ძალიან ხდება ყველის соуსი. აი ძალიან მაიონეზზე კეჩუპს მიჩევნია. კი, ბევრად მიჩევნია. და ძალიან კარგი. ისეთ კარგი ორი ხას ყველის соуს მოვაცხავ. გიგო ბურგერის ჭამელი არ არის, მე შევჭამ. თვითონ გადავიდა მარველის შაურმას ჭამს, რომელიც არის ნივრის соусით. და ვითხარით ნივრის соуსი როგორია.
მოკვდა. ჯერ მკვდარია. აი, გულწრფელად გეუბნებით ჩემო და გიგის მაყურებელებს. ეს რომ გულწრფელად გემრიელი არ იყოს, ახლა მე დიდი ხნის გაჩერებული ვარ. კალორიები შესაძლებია. კალორიები შესაძლებელი. და ვერიტარიზმი უნდა დავწყო, ხო? უნდა დაწოდია. ეს როგორი ის არის соуსში. რა ნაზიკურია. კარგია. ნაზიკურია და პირველ რიგში მომწონს. მოახსოვდა 500 კალორიას. აუ. თუ ვეღარ ჩქაჭავ. ამდენზე ვარ ხა. ბოქსი ვჭამე. 3000 გადაცით. ეხლა გო დაამთავრე 4000 ახვალ და ფრიდა რაღაცა დააყოლე 5000 არის. ბოქსი ვჭამე. ყოველი სოუსთან ერთად. ლოკი ვჭამე. ხალკი ვჭამე. და ეხლა იმას ჭამ ვარულს. როგორ არ არის 5000? 5000 4000 იქნება. Coca-Cola plus. ფრიზ დააყოლე და ეგ არის. ვახ, მოსვერავია. Coca-Cola რამდენი კალორია არის? 100 გრამზე წერია 50 კონტრას. პირველად მინდა რაღაც კალორიული იყოს. მალე მოუჩე. ამ ჩაჯერ გადაღებაზე რას ფიქრობ? მე ბევრად უფრო სახალხო და მარტივი. დასაწყისი ძალიან კარგი იყო. აი ორი შაურმის მერე გაჩნდა. მაგრამ ყველაფერს გაუძლებ. ძალიან კარგი. ამა ფიგესია. მე ბურგერი ძალიან მომეწონა. გაგიტო. ბურგერი მართლა კარგია. ქათმის ბურგერი გამოჩა რა? გავხსენე ქათმის ბურგერს რა. ოფტანატო ბურგერის დაღწევა ჩემთვის რა. ძალიან კარგი მოაქვს. მე 5000 მეტ გადავწევი ჩემს. აჰა და გადაწყდა. უკვე გიგოს აღარ შეუძლია და მე დავამთავრდი დავთობით. და უფრო გამოვა გიგის 6000 კალორია და გიგოს 4000. როგორ ხარ? ანუ ესეთი მჭამე არ ჩანს როგორცაც თვითონ ამბობდა, მინდა თქვა. რას ვამბობ? მე უბრალოდ ხო სასახ ჭამდი ხოლმე, მე რა ვიცი. მე? ნაყის ვაყოლებ ამას, ვაყოლებ რავი მე. არა, ტბილს ძალიან ბევრს ვშავ. ტბილი შემიძლია გამოზრუნო. აი, თუ ბევრი ლაიქი იქნება ამ ვიდეოს, შემდეგი იქნება წკვილით. კაცი თქვი. მან უკვე ერთი გახდება მაგარი. კაი. შევშუდო აგროვებს 300 ლაიქს. შემდეგში მე და გიგო გადავიღებთ ტკვილით 5000 კალორიას და მე უკვე დავწავთ. ძალიან საერთოა. ძალიან საერთოა. ჯერეს დავწავთ. გიგო წავ დაიზიდი ოთობის. მარტო მომიწევს დარბაზში ვისვლა. გიგო გასული მომსახურების სული და გიგო სახში წავიყვანო ვარჯიშის თავი არ აქვს. მოკლედ ესე იგი მე ჩელენჯები ძალიან მიყვარს, ჭამეთი ძალიან მიყვარს. მაგრამ გადასება დიდად არ მიყვარს. ასე რომ წინ ვარჯიში რომელიც ეგ მიხარია. მიხარი. ანუ მე ხარ დავყურებ რა, ანუ მე მაქვს მიზანი რომ შევინარჩო ჩემი ცხიმის რაოდენობა მზადებამდე, ასე რომ ეს უნდა გავაკეთო. შენ ეხა ჩემი მიზანია რომ გადავრჩე რომელიც სავარაუდოდ წარუმატებელი. ანუ ეხა შემიძლია შუაკუმი გავაკეთო რა. მოკლედ. ეხლა ცოტა გავივლით. გადამუშავება დაიწყოს ხეობა კარგად. ცოტა ხანში კარდიობს გავაკეთებინო გიგოს. ვაფშე ძმა ხვალ მოვივარჯიშე. სახში მოწამიყვან. გადმოვინოთ სვეტ მატაში. როგორც იცით, ყველაზე რთული და ყველაზე მეტად კალორიებს სადაც იწვება, ეს არის მაინც ფეხის კუნთი და დღეს ვაპირებთ გავაკეთოთ ფეხები და ცოტა ინტენსიური შეურიოთ და დამატებით ფეხების მე რთულია, მაგრამ ალბათ დაგჭირდება კარდიოს შესრულებაც. აქვე
თქვენი მაყურებლებისთვის აღვნიშნავ და ალბათ შემატყობდით, რომ ჩემპიონატის მერე საკმაოდ ამოვარდნილი ვარ, ასე რომ გიგის ტემპში გამიჭირდება მე ყველა, მით უმეტეს ფეხის დღეზე, მაგრამ მით უმეტეს ნაჭამზე, ასე. მაგრამ ყველანაირად შევეცდები, რომ აქ იყოთ, იმიტომ რომ სამი თვეა ფაქტობრივად არ მივარჯიშე, იმიტომ რომ სოფლის სამუშაოებიდან გამომდინარე ძალიან დაკავებული ვიყავი, ასე რომ ვთქვა და აქედან გამომდინარე ვარჯიშის სეზონს ესე პირდაპირ ფეხის დღით გავხსნით და ვნახოთ რა იქნება. ვეცდები რომ თქვენ ტემპს ავყვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომ აფერი არ გამომდინარე. ნუ მეც ვიტყვი რომ სამი კვირა შეჯიბს მურჩი, ჯერ არ დამიწყია, ანუ ესე ასაც ქვია ვარჯიში. ყოველდღე ვარჯიშობ 30 წუთი, ყველა კუნთს ვაკეთებ ისე როგორც საჭიროა ფამპინგის სტილში, მაგრამ სახსრების გამო ფიზიკურად არ შემიძლია ძიმეწონები, ფიზიკურად არ შემიძლია, რომ უფრო არ ვაკეთებ, რომ სახსრებს ვაცალო აღდგენა და ზედმეტი სტრესი არ კონდეს ნერვულ სისტემას პირველ რიგში, იმიტომ რომ მენტალურად ძალიან გადაღლილი არის სხეული და ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი დრო. ამიტომ ვეცდები მეც დღეს რომ შესაბამისი დატვირთვა მივცე სხეულს და კალორიული წვა გქონდეს ისეთი როგორც საჭიროა. ასე რომ გადავედით. დავიწყეთ ჩაჯდომები სმიტის ტრენაჟორზე. არის საბაძისო ვარჯიში და კალორიას ძალიან კარგად ხარჯავს. ამბის ფეხები ჩამორჩება ჩემი აზრით. გიგი სამუშაო გაქვს ძმა? ანუ დღეს გავაკეთებთ საბაძისო ძირითადად, რადგან ბევრი კუნთია ჩართული, შესაბამისად ბევრი კალორიას იხარჯება და როგორც თქვი, აქ-იქ შევურებ ცოტა ინტენსიურებს, ასევე კალორიაჟის წვისთვის და ბოლოს ნუ ვეცდებით ცოტა კარდიო რა დავამატოთ აუცილებლად. და ისევ საბაძისო ლეგ-პრეს ვაკეთებთ. ჯერჯერობით ვარჯიში არ შემიძლია. ანუ ისე როგორც საჭიროა. მაგრამ შეიძლება კიდე დრო სჭირდება სხეულს სრულად აზზე მოსვლისთვის. მაგრამ ესეთი დღე შემიძლია დავიხარჯო, როგორც მე ისე გიგო შემთხვევაში. გადავედით რუმინულ ამოწევებზე. სიმართლე გითხრა, ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებდი და ეხლა გიგიმ პატარა კორექციები შემიტანა მოძრაობაში და ძალიან კარგად ვიგრძენი. უბრალოდ ფეხის დღე 5000 კალორიის მერე ცოტა ზედმეტია, მაგრამ ყველაფერს გავუძლევთ. ამ ზადებაზე ცალკე ვიდეო მინდა ჩავწერო, რა სოპი როგორ ვაკეთებ. მაგას ყველაფერს მოვყვებით ცალკე ვიდეოში. ახლა უბრალოდ გეტყვით რომ მე რეჟიმი მიჭირავს კარგად. ვცდილობ რომ შემდეგ ზადებამდე გადაცემები არ მქონდეს. გიგოც აპირებს ზადებას და ნუ მაგისად მე არ ვისაუბრებ. თვითონ იტყვის მერე როდის აპირებს და რას აპირებს. ჯერ 45-ს ვარჯიშობთ. ჯერ იმიტომ ამბობ ცოტა კიდე მეტად გვინდა დავფერთხოთ სხეული. კი როგორ კი. და ცოტა ზატანი შეიძლება რომ გავაკეთოთ. თან გიგოს არ ვარჯიში ასე ზატანი დიდი ხანია და კარგი იქნება ამისთვის.
გადმოვედით ბატონო გიგი ზედა ტანზე. ცოტა ჩავფამფავ და კალორიებსაც გავხარჯავთ. მოკლედ სანამ გიგი ვარჯიშობს ორივე სიტყვით ვიტყვი ზოგადად რა გეგმები მაქვს და კონკრეტულად ამ სფეროში ახლა რა ეტაპზე ვარ და რას ვაკეთებ. ამ ეტაპზე გავდივარ 12 რაუნდის აკადემიის კურსს, ეს არის ტრენერის გადამზადების კურსი. რეალურად მზადების დაწყებამდე მქონდა გააზრებული, რომ საბოლოო ეტაპი უნდა ყოფილიყო ტრენერობა და რეალურად ეს მზადებაც დამეხმარა ბევრ რაღაცაში, რომ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამეკრიფა და საბოლოო ჯამში ეს კურსი უფრო დამხვეწავს, ის საკითხები, რაც ნაკლებად ვიცი და წარმოდგენა მაქვს, დავხვეწავ, განვავითარებ და საბოლოო ჯამში ყველაფერს რო შევკრო, უკვე ამ მიმართულებითაც დავიწყებ ხალხის დახმარებას და მუშაობას. ეს არის ჩემი უახლესი გეგმა. ეს ჩვენი ამჟამინდელი კალორიაში 600 კალორია. ზუგის პოტენციალი აქ ამბიჭ. გიგი ძმა ვარჯიშო? მოკლედ გადმოვინახეთ კარდიოზე. აქაც კალორიის ხარჯვა გვინდა. ეს თქვა როგორ იყოს ვარჯიში. ბიჭო, შაურმა მოგნაჭამი და ფეხის ღემა გაკეთე. და აკეთე კარდიოს და ვაკეთებ კარდიოს. მე ვარ დღეს ძალადობის ხერხული, ეს არ იყო ჩემი სურვილი. ვაპირებ რომ დავიწყო მზადება და ალბათ იქითა წლის მეორე ნახევარში რაიმე ჩემპიონატი თუ იქნება. ეს პირობებში მომზადებით ჩვენ. ხო. ცხადია ნატურალებში ისევ. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას და ვეცდები რომ ჩემი სადებიუტო ფორმა ბევრად უფრო გავაუმჯობესო. კარდიო. კარდიო. ვაგზავნებთ კარდიოს სახში. დაგვრჩა სულ რაღაც 400 კალორია. და დავასრულეთ. ავედით 1000 კალორიაზე. საერთოდ არაფერი. ჩვეულებრივი მაიგა. და საბოლოოდ შესრულებულია ჩვენი ჩელენჯი. 2500 კალორია. შესრულებულია ჩელენჯი. არ მეგონა. პირდაპირში მეგონა, იმიტომ რომ დღესდღეობით 1700 კალორიაზე ავდივარ ხოლმე ყველაზე მეტი, 1500-1700 და ძალიან ბევრია. 1500 გამოდიოდა ხოლმე, როცა კლებაზე ვიყავი და ვემზადებოდი და ბოლო კვირები მქონდა და ახლა არ ვემზადები და მაინც ასეთი აქტივობა მაქვს. ამასე მინდა საგევიდეო ჩავწერეთ რატომ, მაგრამ მოკლედ გეტყვით, მინდა უბრალოდ 9%-ობა შევინარჩუნო იგივე და თან განვეთქვი საშუალო მივიცეს ხელს. ანუ ასეთი ჭამის უფლებები. რა თქმა უნდა, ერთი ჭამა არაფერს არ წვიდავს, მაგრამ მაინც მთლიან ჯამში ვცდილობ რომ დღევ კალორიაჟი არ გადამიცდეს ძალიან. საშუალოდ ასეთი აქტივობით ხა 2500, მაგრამ თქვა 1500. ჩემთვის 4000 კალორია არის ნორმა. 4000 კალორიაზე არ მოვიმატებ ცხიმს. რადგან ჩემი BMR-ი დაახლოებით 2000 ცოტა მეტი არის. პლუს ეს აქტივობა რომ დავამატოთ, ჩემი TDE, ანუ თლიანი ასე ვთქვათ სხეულის საჭიროება არის 400 კალორია, რის ფონზეც არც მოვიმატებ და არც დავიკლებ. შესაბამისად ამას ვაკონტროლებ მაქსიმალურად. ვარღვევ თუ არ ვფორსტორად. მაგ შემთხვევაში თუ არა და ჯანსაღად ვიღებ ამ კალორიებს. რეჟიმში ვარ. ანუ ესე ჩემი თავს არ ვაღვევ, ეხლა ვიდეოს გამო და ინტერესის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი. და დანარჩენის უჯანსაღად ვიყვები. ნუ რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ვიდეოს, გიგოს ქონდა ასე ვთქვათ ვარჯიში YouTube ლიგისთვის და ნუ მან ცალკე დაწვა კალორიები და შესაბამისად გავიყავით.
და 2500 ნუ მე ჩემი შევასრულე, როგორც ხედავთ და თვითონაც დიდაუთობით ეს ყველაფერი შეასრულა. ნუ 5000 კალორია ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრია და ალბათ საზიანოც ჩემი აზრით 2500 კალორია არის მისალები ჩელენჯისთვის. ასე რომ ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა ჩემი აზრით, შეიძლება თქვენ ისიამოვნეთ, მე ყოფილი ვარ. დაუბრუნდებით ჩემს რეჟიმს და აუცილებლად იმ ვიდეოებს შემოგთავაზეთ, რომელსაც გპირდებით. მინდა რომ გაგაცნოთ ჩემი სამომავლო გეგმები, გესაუბროთ უფრო საინტერესო თემებზე, როგორც ახლა გიხსენეთ, თუ როგორ ვინარჩუნებ ამ ჩემს პროცენტულობას ცხიმის და სხვა დანარჩენი. კომენტარებში აქტივობას გთხოვთ, დამიწერეთ თქვენი აზრები ყველაფერზე და აუცილებლად გავვითვალისწინებ. ასე რომ ლაიქით არ დაგავიწყდეთ, შევხვდებით უფრო მაგარი ვიდეოებით.